იცით ის სურნელი აქვს ბედნიერების. თუ ფიქრობთ რომ ვაფლი უბრალოდ კბილიცომია, ნამდვილი ვაფლის გემო ჯერ არ გაგისინჯავთ. ნამდვილი ვაფლი უნდა იყოს გარედან ოქროსფერი, ხრაშუნა, შიგნიდან კი რბილი. ისეთი არომატით რომ მთელ სახლს ბედნიერების სურნელი ასდიოდეს. ეს რეცეპტი სხვა იმ რეცეპტებისგან, რომელიც თქვენ აქამდე ინტერნეტში გინახიათ, განსხვავდება იმით, რომ ამზადებთ საფუარით. დიახ, ზუსტად რომ ბრუსელური ვაფლი საფუარით მზადდება. მე დღეს ვამზადებ ორ პორციას და ინგრედიენტების ჯერ ჩამნათოს ნახავთ ახლა ინფობოქსში ახლა კი ვნახოთ თუ რა არის ამისათვის საჭირო. რეცეპტისთვის გვჭირდება 250 გრამი კარაქიან მარგარინი, 500 მილილიტრი რძე, მაწონი, გვჭირდება მწიკვი მარილი, 6 კვერცხი საშუალო ზომის, 200-250 გრამი შაქარი, 40 გრამი საფუარი დაპრესილი, ან 2 სუფრის კოვსი მშრალი საფუარი და 700 გრამი ფქვილი. საფუარი გავაქტიუროთ თბილძეში. მანამდე ოთახის ტემპერატურის კარაქიან მარგარინი გავთქვიფოთ კარგად შაქართან ერთად. კარაქი დავანაწევროთ, თორე საკმაოდ დიდი და გაუჭირდება გათქვიფა. ეს რა თქმა უნდა შეგიძლიათ თქვენ ხელის მიქსერითაც მოამზადოთ. გემოს დაბალანსებისთვის მწიკვი მარილი დავუმატოთ. ხოლო არომატისთვის კი ვანილი. ვანილის ექსტრაქტი, ან ვანილის შაქარი, ან ვანილის პასტა, რომელიც გაქვთ. ახლა გავთქვიფოთ იქამდე, სანამ არ გახდება კარგი თეთრი მასა. მაგრამ ისე რომ ჩავთოთ. ისე არ მუშაობს. კარგი და შაქარი კარგად გაითქვიფა. თითქმის თეთრი მასა მივიღე და სწორედ ახლა დავუმატებთ კვერცხს. კვერცხი აძლევს ფაფუკ ტექსტურას, აძლევს სიმსუბუქეს და ჰაეროვნებას. ასევე დავუმატოთ გააქტიურებული რძე და ფქვილი. საფუარიანი რძე აძლევს ნამდვილ სტრუქტურას და ხასიათს ბელგიური ვაფლისას. ფქვილი გვჭირდება 700 გრამი, რომელიც ჯერ არ ამიწონია. ფქვილი თუ იქნება გაცრილი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უკეთესია. ასე იქნება მეტი ჰაეროვნება. ცომი უკვე მოიზილა. არის ოდნავ თხელი კონსისტენციის, ეს არ არის ის ტიპიური ბელგიური ვაფლის ცომი, რომელსაც ალბათ კარგად იცნობთ. ის არის ტიპიური უნდა იყოს სქელი ცომი, მოზრდილი ცომი, რომელიც ამოვა შემდეგ და გუნდება დავყოფ და გამოვაცხოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ვარიანტი არის ოდნავ თხელი ცომი. ერთი საათის განმავლობაში მოვათავსოთ თბილად, მანამდე კი ჩვენ გავედით ყავის დასალევად პაუზაზე. ცომი ამოვიდა, არის გამოსაცხობად უკვე მზად, ახლა ოდნავ გადავუხოთ რეცეპტს და გადავინაცვლოთ ლიეჟის რეცეპტისკენ, რომელსაც ემატება მარგალიტი შაქარი. ეს არის მსხვილი კრისტალები, რომელიც არ დნება. ჩემ შემთხვევაში არ არის სუნთლად მარგალიტი და ეს დნება კიდევაც. ეს ხა ყველა მაღაზიაში იყიდება, მაგრამ მარგალიტი შაქარი არ იყიდება სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ მაინც თავის ეფექტს ტოვებს. ამიტომ ახლა მე მას დავუმატებ რამოდენიმე სუფრის კოვს და შემდეგ უკვე გამოვაცხოთ. ვაფლის გამოსაცხობად გვჭირდება ვაფლის აპარატი, მაგრამ თუ არ გაქვთ ვაფლის აპარატი, შეგიძლიათ ასევე სენდვიჩის აპარატშიც რომ გამოვაცხოთ, ესეთი გრძელი სენდვიჩის აპარატებია, სადაც შაურმაც კეთდება. იქაც არის შესაძლებელი ძალიან მარტივად გამოცხობა. გვაქვს ოთხკუთხედი ბელგიური ვაფლის გამოსაცხობად, ასევე მრგვალი ფორმის და გვაქვს განსაკუთრებული აპარატი, რომლის ამბავსაც მოგიყვებით შემდეგ. აქ შეიძლებოდა შენი ბრენდის ან მაღაზიის აპარატიც ყოფილიყო. მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. ეხლა გამოვაცხოთ და მე ავირჩევ აი ამ გვალს, რადგან ეს უფრო მეტად მომწონს. Oh my god. ვაფლის აპარატი უკვე გახურდა კარგად და აუცილებლად უნდა წავუსვათ ცხიმი. გავითვალისწინოთ, რომ აპარატი უნდა იყოს ყოველთვის ცხელი, კარგად გახურებული, თორემ ცომი გადმოვა ყველა ზემოდან მოვაყრე ჩვენს მარგალიტის შაქარს.
ყველა ჯერზე არ არის აუცილებელი რომ ცხიმი წაუსვათ. შემდეგი ჩვენი ვაფლის აპარატი არის ძალიან საინტერესო, ეს არის TikTok shop-იდან, hype ვიდეოებიდან, რომელიც ასე ვთქვათ, მსხვერპლი გავხდი. შეიქმნა აბსოლუტური კრიზისი და ვთქვი, რომ ყველაფერს მოვიკლებ და ამ აპარატს მაინც ვიყიდე, მეთქი, მართლაც ვიყიდე, დაველოდე კიდევ 2 თვე შემდეგ მოვიდა და მას შემდეგ გავიდა ალბათ 3 თვე. არც კი გამიხსნი ხელი არ მოკიდა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. გამოდის ნამცხვარივით. შიგნით უნდა ჩავასხატი ერთი ფენაცომი, შემდეგ ხილი ან ნუთელა. ნახევარ მხარეს ჩავდებ ნუთელას შიგნით და შევეცდები, რომ მეორე მხარეს ჩავდოთ პისტაციის კრემი. და გამოდის ვაფლი შიგთავსეთ, არის ძალიან საინტერესოა. და მოუხდება შოკოლადს ბანანზე მეტად. ბანანს დავაჭრე ახლა ზემოდან. ფიქრობ პისტაციას მოუხდება ძალიან მარწყვი, მაგრამ არ ვიცი, ვორჭოფობ. გავაკეთო თუ არა. ველოდოთ 8-9 წუთის განმავლობაში და ვნახოთ შემდეგ რა გამოვიდა. გავაფორმოთ მარწყვით. შესაბამისი ხილით როგორც გნებავთ. შავი მოცვი. კარამელის соуზი. მოცს კი მოვასხათ შოკოლადის соуზი. გიჟდები მოცზე. ორთი სხვადასხვანაირად როგორც უკვე ნახეს, ეს არის თქვენს დამოკიდებული, თქვენს გემოვნებაზე რა უფრო მეტად გიყვართ, რომელი ხილი, შოკოლადი, კარამელი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი შეგიძლიათ რომ ვაფლი გააფორმოთ და მიირთვათ. ვაფლი გამოცხვა ამ პორციიდან გამოდის 8 ცალი დიდი, საკმაოდ სქელი ვაფლი, ხოლო პატარები კი დაახლოებით 16 ცალი. გავსინჯოთ ახლა და ვნახოთ როგორი გემო აქვს. მე რა თქმა უნდა ვიცი უკვე ამის გემო. ეს არის ნამდვილად ბედნიერება. გარდამხრა შუნა, შიგნიდან რბილი, საოცარი გემოებით. და რომელი იქნებოდა თქვენი ფავორიტი? მე მგონი ესეც სასწაულია. ნუთელას და პისტაშკას შიგთავსით. ეს მართლაც რომ საოცრება, ნამდვილად. ბანანის გემოები. აი ეს არის ნამდვილად ჩემი ფავორიტი. ყველა საუკეთესოა, მაგრამ ის რომელსაც ჩვენ შეგთავსი გავკეთეთ არის აბსოლუტური საოცრება. ახლა კი მე დაგიმშვიდობებთ და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში თუ მოგეწონა და ლაიქე და გამოიწერე ახლა იმცაც რომ არ გამოდოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. დროებით.